მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ ახლა დღეს ისევ ვაგრძელებთ მეგობრებო საქართველოს ნაკრებით თამაშს მეგობრებო და დღეს ვეჯიბრებით ბულგარეთს. რა მოხდება სინამდვილეში? იმედია მოვიგებთ და გავიმარჯვებთ. წინაზე თურქებს თამაშით და მოუგეთ თამაში 7-0, მაგრამ სინამდვილეში კი თურქებმა 3-2 დაგვამარცხეს. Вообще ვერ გავარტყი. თამაში. მაგრამ იმედია ახლა გავარტყავ და იმედია მოვიგებთ და ჩემი აზრით ბულგარეთს მოვიგებთ 3-1. 3-1. იმიტომ რომ ასე მგონია რა. თქვენ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მოდი ჩვენ შევუდგეთ თამაში ხვალ არის ნამდვილი თამაში. ხვალ ვეჯიბრებით ბულგარეთს 5 საათზე 7 სექტემბერს 5 საათზე საღამოს. და მოდი დავიწყოთ ამდენი ლაპარაკი არ გვინდა შემადგენლობა ხა დავითაშვილი რო თამაშობს უაჭველი ვიცი ეგ კაკაბაძეც ართუნაშვილი ავაქრა უნდა მას კოჩორაშვილი ლობჟანიძე კაში გაგვასკერი და ამას ასე გავაკეთებ მე დავითაშვილს მექვაბეშვილი არ თამაშობს ლოჩოშვილი თამაშობს დვალი არ თამაშობს ხო არ გამოჩენილა წინა თამაში და მე კიტეიშვილიც არ თამაშობს ზივზივაძეც არ თამაშობს ჩაკვეტაძეც არ თამაშობს ლობჟანიძეც არ თამაშობს ლობჟანიძეს მაგერად ვინ იყო იგი დამავიწყდა გვაგვასკერი წავიდა. კაი, დავიწყოთ მეგობრებო. როგორც არის თამაში ვათამაშოთ ესენი ახლა კლასი ნამდვილი არა და დავიწყეთ. გამოდიან ფეხბურთელები მოედანზე. იმედი მაქვს მოვიგებთ. არა და თურქებს რო ვითამაშეთ რო ეთამაშა საქართველოს ნაკრები სინამდვილეში. ხო? ძალიან დიდი შანსი იყო რომ 3-3 გამختارიყო ანგარიში. იმიტომ რომ ბოლოს დავითაშვილმა რო დაარტყა და მოუხსნა იმ მეკარემ, თორე გამიმარჯვებდით რა ნიჩი ამორჩებოდა. კარგი, გავათამაშეთ აქ ბურთი, აქ წაგვართ ეს, მაგრამ ისე დავიბრუნებთ. და ავედით მიქაუტაძე საჭარიმოში მიქაუტაძე კვარაცხელია დამატება და რანაირად ქუსლით შეაგდო ბურთი კვარაცხელიამ ქუსლით შეაგდო მან ბურთი აქ მიქაუტაძე დარტყმა მეკარემ მოუხსნა მიქაუტაძეს დარტყმა და შემდეგ კვარაცხელიამ შეძლო და ქუსლით გაიტანა გოლი. კარგი, დავიწყოთ. გაათამაშეს ბულგარელებმა ბურთი. აქ ლოჩოშვილი წამოვიდნენ შეტევაშზე, მაგრამ ლოჩოშვილი ოპა, ჯარიმ მაგრამ საჯო არ აჩერებს თამაში. კარგი, წავედით შეტევაში, წავედით. კვარაცხელია ლობჟანიძე ისე კვარაცხელია საჯარიმოში და პენალტი და ყვითელი ბარათი. კვარაცხელია წააქცეს საჯარიმოში უხეშად ითამაშა ბულგარელმა ფეხბურთელმა და ამიტომაც არის პენალტი, მაგრამ კვარაცხელია არ ურტყავს მიქაუტაძე დავარტყათ აი ესე და გოლ აბა რა მიქაუტაძემ გაიტანა პენალტი
ძალიან კარგად. ასეთი კარგი აღნიშნა. ნახეთ. მე კარ გამოიცნო კუთხე, მაგრამ მიქავტაძე ისეთ კუთხეში გაუშვა ბურთი და ისე სიძლიერით, რომ ვეღარ უშველა მეკარემ ბულგარელების კარს. კარგით, გაათამაშეს ბურთი. წამოვიდნენ შეტევაზე წამოვიდნენ ბულგარელები. დაარტყეს და ცდება ბურთი კარს. და რა თქმა უნდა გაბაგვა. გაიბაგა თამაში. წავედით ახლა კაშია. პარაცხელია, ლობჟანიძე, დარტყმა. აუ რა ძალიან მაგარი ბურთი აიღო მეკარემ. მაგრამ ისე გაიბაგა ეს თამაში. ამასობაში კვარაცხელი აწოდებს კუთხურს და ჩავახვიოთ. გადავიდა აუტზე. ჩვენ სასარგებლოდ. ართუნაშვილი. კვარაცხელი აითხოვდა ბურთს საჯარიმოში. რა ჭირს ამ ბულგარ მეკარეს და ლავჟანიძე დაამატა და მაინც ვერ გავიდა გოლი. კარგი 2-0. აქ ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კვარაცხელია დაუბლოკეს კვარაცხელიას და შემდეგ კოჩორაშვილმა აცილა. კარგი, თქვენ გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო, რომ უფრო კარგი და კარგი ვიდეოები გამოვიდეს. ოღონდ ახლა ამას ვერ დავაედიტებ, იმიტომ რომ დღესვე უნდა დავდო, თორე ხვალ ვერ დავდებ რა ვიდეოს და დღესვე უნდა დავდო და მედია ნახვები და ლაიქები იქნება და ამასობაში კოჩორაშვილი არა შანსი კოჩორაშვილი კაკაბაძე ურტყამს და დიდი მანძილით ცდება ბურთი კარს. დამატებულია +9 წუთი. და აქ მიქავტაძე საჯარიმოში შევიდა და დაარტყა და ძელი. გაათამაშეს ბურთი. ალბათ საჯი დაასრულებს უკვე თამაშს, იმიტომ რომ ამოიწურა თითქმის დრო. და სანამ დაასრულებს საჯი თამაშს გოლ! კვარაცხელია. აბა რა მაგარი გოლი თან მეგობრებო, უყურეთ. პროსტა უყურეთ. ახით. მაგარესი გოლი, უყურეთ მეგობრებო. ავი მე ასე მგონია რომ მოვიგებს. არ გვინდა ახლა ზედიზედ წაგება. თან ჩვენი ბიჭები ახლა დაფიქსდებიან შეცდომებზე და რაღაცებზე. უფრო კარგად დააკვირდებიან. და უფრო კარგად წავა თამაში და უფრო მოვიგებთ ახლა. უფრო ბევრი შანსი გვაქვს ბულგარეთთან მოგების რა. ჩემი აზრით. მოკლედ დამთავრდა პირველი ტაიმი, ეგრევე ჩავთოთ. მეორე ტაიმი მივაწყობთ უცებ. ესეთ გოლი. ესეთ 3-0 მეგობრებო. ეხლა მეორე ტაიმში რა მოხდება? წარმოგიდგენიათ რამდენ გოლს გავიტანთ? ალბათ არ ვიცი. და წავედით კაკაბაძე, კვარაცხელია საჯარიმოში და გოლ. აბა რა და ეგრევე რონალდოს აღნიშნა გააკეთა კვარაცხელიამ. აქ ძალიან კარგი პასი გააკეთა კაკაბაძემ კვარაცხელიასთან და ამიტომაც გაიტანა გოლი კვარაცხელიამ. კარგით.
წავედით შევბერეთ კიდე. გადმოვიდა ბულგარელები. მაგრამ აქ ლოჩოშულმა წაართვა. აქ მიქაუტაძე. აქ ქოჩორაშვილი გოლ. აბა რა ხდება ბიჭო აქ? რა? ნახეთ ბიჭო, რა ხდება აქ? აჰა. შემდეგ აქ მიკავტაძემ რამაგრად მოატყუა, მერე პასი ქოჩორაშვილზე და ქოჩორაშვილმა კიდევ შეასრულა და გაიტანა ასეთი ულამაზესი გოლი. წავედით, მაგრამ ძალიან გადმოვიდნენ შეტევაზე, პასი მიეკარეს. აქ მამარდაშვილმა მიწა მიქაუტაძეს, მაგრამ მინდოდა რომ მამარდაშვილის ასისტი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არა. აქ ლობჟანიძე გადავე ბიჭო. მიქაუტაძე, მაგრამ წააქციეს და ეს ჯარიმა არ არის. წავედით და კვარაცხელი აურტყამ შორიდან და ძელი. მიდი მიასწარი. მაგრამ დავითაშვილმა ვეღარ მიასწრო. შემდეგ აქ კვარაცხელიამ როგორ დაარტყა და მერე ძელი სამწუხაროდ და მერე აუძე გადავიდა. მაგრამ არა უშავს, აქ დავითაშვილია. აქ კვარაცხელიას დაუბლოკეს დარტყმა. აი ასე. და ახლა გადავიდა კუთხურზე. და ქართუნაშვილი, საბა ართუნაშვილი. 25 ნომერი, ეგარი. კვარაცხელიამ რამაგრად ჩააწოდა კუთხური და შემდეგ რამაგარი გოლი პირდაპირ თავით გაიტანა ჩვენმა ართუნაშვილმა, მაგრამ ართუნაშვილს მგონი არც ათამაშებენ. და როცა თუ ათამაშეს იმედია გაიტანს გოლს. და წავედით, გადმოვიდნენ შეტევაზე ამასობაში. ოპა, აქ დარტყმა და მამარდაშვილი იგერიებს ბურთს. ნახეთ რა მაგარი ბურთი აიღო ბიჭო. ოპა, აქ მამარდაშვილმა მოიგერია. კვარაცხელია ითხოვდა. კვარაცხელიამ ჩააწოდა ლობჟანიძეს. აქ უკან უნდა დაბრუნება, არ ვიცი რატო, მაგრამ უკან უნდა დაბრუნება და ამასობაში მსაჯმა 9 წუთი დაამატა და აქ კვარაცხელა იყო აფსაიდში. ოპა, ამასობაში ცვლილება ბულგარელების მხრიდან. წავედით და აქ მიქაუტაძე ყვითელი ბარათი ძალიან უხეშად ეთამაშა ფეხბურთელს. აი ასე. ეს ყვითელი ბარათია. მაგრამ არა უშავს და კიდევ ერთი ცვლილება ფეხბურთელებს შორის. აქ მიქაუტაძე ხაფრთხილად უნდა ითამაშოს წააქცია, მაგრამ იმედია წითელი ბარათი ეს არ არის. მაგრამ არ არის ეს წითელი ბარათი. არა, ვაფშე ვინ წააქცია, მგონი მიქაუტაძე ორივე ერთად დაეტაკა და ეს არ არის წითელი ბარათი და ამასობაში კიდევ ცვლილება და ეხლა დაამთავრებს თამაში მსაჯი და რა თუნდა და ცვლილება არ ვიცი. და აქ მამარდაშვილმა აიღო ბურთი, არა საკრები იყო პასი გაუკეთა, მაგრამ კაი. ამასობაში მოვიგეთ მეგობრებო.
თამაში მოვიგეთ, მაგრამ იმედია სინამდვილეშიდაც მოვიგებთ. ანუ სინამდვილეში 6-0. მე 3-1 ვფიქრობ სინამდვილეში, მაგრამ რავი, ჩემი აზრით 3-1 დასრულდება და აქ მოვიგე 6-0. რავი, ჩვენი ნაკრებიდან არაფერი არა გამორიცხული, იმიტომ რომ გახსოვთ ადრე ეს სომხეთს რო ვითამაშებოდი და სომხეთის თამაში რო იყო, რა მოხდება სინამდვილეში რო ვიღებდი და ჯერ 3-0 რო დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა სომხები და შემდეგ მე ორ თამაშიც რო გადავიღე და 5-ით რაღაცა რომ მოვუგე სომხებს და ვიზახოდი რომ მე არ მგონია 5-ით რაღაცა კი არა 6-1 მოიგეს. ამიტომ ვსაუბრობ ასე რომ დაღლილი ვარ მეც და წავედი ახლა მე ნახვამდის. მალ შეხვედრამდე.